ამ ვიდეოში მოგიყვებით წარმოუდგენელ ისტორიას, დააკვირდით ამ ხელს, ეს ხელი ეკუთვნოდა ტექნიკურ ასისტენტს ლონდონის სამეფო ჰოსპიტალში მე-20 საუკუნეების დასაწყისში, რომელიც ყოველდღიურად მუშაობდა რენტგენის აპარატთან. იმ პერიოდისთვის არ იყო ცნობილი, რომ რენტგენის მაიონიზებელი გამოსხივება სახიფათო იყო. შესაბამისად, ყველა ადამიანი იმ პერიოდში ყოველგვარი დაცვის გარეშე მუშაობდა რენტგენის აპარატთან. ეს კი არის გამოსხივება, ის მაიონიზებელი გამოსხივება, რომელიც ჩვენს ორგანიზმში დნმ-ის დაზიანებას იწვევს და ამ დნმ-ის დაზიანებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ონკოგენური პოტენციალის მატარებელიც არის. რაც შეეხება რენტგენის პრინციპს, როგორც მაგალითად ჩვეულებრივი ფანარის დანათების შემთხვევაში ხელი ტოვებს ჭრდილს, ზუსტად ისე ტოვებს ჭრდილს სპეციალურ ზედაპირზე ჩვენი ძვლები, რომლებიც შედარებით უფრო მკვრივი ქსოვილებია, ვიდრე მაგალითად რბილქსოვილოვანი სტრუქტურები ან კუნთები. ამის შედეგად ძვალს შეუძლია უფრო მეტი რენტგენის სხივი შეაკავოს. ამის შედეგად ისინი ტოვებენ სპეციალურ რენტგენის ფირზე ჭრდილს კონკრეტულს, რომელიც ესე თეთრად აისახება შემდგომ. დღესდღეობით ამ პროცედურას ფირი აღარ სჭირდება და ელექტრონულად შესაძლებელი ხდება რეკონსტრუქცია ამ სურათის. სწორედ ეს ყველაფერი ქმნის საფუძველს, რომ რენტგენოლოგიური კვლევა სამედიცინო სფეროში არის წარმოუდგენელი და შეუცვლელი თავისი მნიშვნელობით და ამ კვლევით ხდება ასევე ძალიან ბევრი პათოლოგიის დადასტურება, მისი მიმდინარეობის კონტროლი და თუნდაც თერაპიული ჩარევის კონტროლი. შესაბამისად, ეს ყველაფერი თქვენთვის ნერვიულობის მიზეზი არ უნდა გახდეს, რადგან როდესაც ინდიცირებულია პაციენტში რენტგენოლოგიური კვლევა, ეს უკვე ავტომატურად ნიშნავს, რომ სარგებელი ამ კვლევიდან პოტენციურ რისკთან შედარებით უფრო მეტია და ეს კვლევა უნდა ჩატარდეს.